არსებობენ კარგი გიდებით და არსებობენ ცუდი გიდებით. იმისთვის რომ კარგი გიდი იყო, შენ უნდა ფლობდა ყველა ენას. იმიტომ რომ ყოველი ქვეყნიდან გადმოსული ტურისტი, ჰოლანდიიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან, რომ ესაუბრო თავიანთ ენაზე. მათთვის ეს გასაოცებელი ამბავი იქნება, რომ ასეთ პატარა ბიჭმა, სვანმა ბიჭმა იცის ამდენი ენა. Hello. How are you? Fine. How are you? I am fine, thank you. Where are you from? From Holland. Holland. იაფი ავიაბილეთები. ავია წერტილი G. Very good. Big country. Yeah. Small country. Small, not very small. Yeah. Can we ride a horse? Yeah, of course. How much Yeah. is it? How many hours you want? Maybe 1 hour? 1 hour is 30 lari total. 30 lari. Yeah. Okay. Okay. You come this way and sit. Okay. Right leg, Yeah. you put inside. Yeah. You get here. Go up. 1, 2, 3. Go. უშკულელი გიორგი ქოჩქიანი ჯერ მხოლოდ 13 წლის არის, თუმცა 9 წლიდან საკუთარი საქმე და შემოსავალი აქვს. პატარა გიდი უშკულში ჩამოსულ ტურისტებს სოფელზე, სადაც დაიბადა და გაიზარდა, ყოველთვის ამომწურავ ინფორმაციას აწუდის. This village is name is Murqmeli. Mutmeli. Yeah, do you know why? Murqmeli, here is so many many tower, but something tower is broken and don't is now many. Now is 12 or 13. And Murqmeli like it's in Spanish language is Murqam. This tower Murqam, and Murqmeli get like Murqam. უნდა იცოდე შენი ყოველი კუთხე კუნჭულის სოფელის ისტორია. თუ მისი სახელები როგორ დაირქვა. ძველი წინაპრებმა როგორ დაარქვეს, რა აგეს, რა შემოგვიტოვეს ჩვენ აქამდე. ასევე უნდა იცოდე იმ ადამიანების სახელები, რომლებმაც ასეთი სილამაზე და ლამაზი ადგილი შემოგვინახეს. მას მერე რაც ტურისტებთან ურთიერთობა დაიწყო, 4 ენა ისწავლა: რუსული და ინგლისური სკოლაში, თურქული და ებრაული ენა კი ტელევიზორით. ახლა ესპანურს სწავლობს. თუ გინდათ ერთ სიტყვას გეტყვით ესპანურად, ჩაჩოს, ესა მიყვარხარ. თანდათან მე ტელეფონში შევდივარ და ყოველ სიტყვას სწავლობ ესპანურს. თურქული ვისწავლე ტელევიზორიდან, მუთფილმებს უყურებდი ძალიან ბევრს. მომწონდა ის თურქული მუთფილმები და რაღაცნაირად ჩემი სამებრ დავიწყე სწავლა. ჩემთან მოდიან ტურისტები, ანუ ბუკინგი მაქვს და ებრაელები ზოგჯერ მოდიან. და ზოგჯერ ერთად ვდებით, უსმენთ ამ ყველაფერს, საუბრობთ, თამაშობთ და ამდენ რაღაცაში უკვე ებრაული თავითვისებ. როცა უშკულში ტურისტული სეზონია, ყოველდღიურად ფეხით 11 კილომეტრს გადის. აქ ჩამოსულ თითქმის ყველა ტურისტს საქართველოში უმაღლესი მწვერვალი შხარას ნახვა უნდა. რატო უნდა დავიღალო ახლა მოკლედ? პირველად რო წავედი, შუაგზაში შევჩერდი და უკან მობრუნდი. მეორედ რო წავედი, იმის ნახევარზე წავედი და მესამედ რო წავედი, უკვე შევეჩვიე. და ბოლომდე დავდივარ, ჩამოვდივარ, დამყავს ტურისტები, იმათაც მოსწონ ჩემი საუბარი, მოსწონ ჩემი ახსნა, მოსწონ ჩემი სოფელი და ყველა ნატრულობს რომ აქ იცხოვრობს. მოკლედ, ეგაა ყველაფერი. თანხით, რომელსაც საკუთარი შრომით გამოიმუშავებს, 13 წლის გიდი, ოჯახსაც ეხმარება და ოცნებებსაც ისრულებს. გასულ წელს ველოსიპედი და სკეიტბორდი შეიძინა. მე ვხარჯავ თანხას. პირად საქმეებში. რა ვიცი, ზოგჯერ ვქეიფობთ. ზოგჯერ აშვრებით, ზოგჯერ ახლა ბიზნესის განვითარება გადაწყვიტა. ფულს აგროვებს, ავტომობილი უნდა იყიდოს. მერე უფრო სრულწლოვან ძმასთან ერთად ტურისტებს მესტიიდან უშკულში წაიყვანს. გიორგი თვლის, რომ სოფელში დაბადებული ბავშვები ქალაქელებისგან ბევრი რამით განსხვავდებიან. სოფლის ბავშვები პირველ რიგში არიან ჯანიანები. მეორე რიგში არიან ენების მცოდნე, კეთილები. ასევე არიან კაცური კაცები. ანუ მოკლედ რა ვთქვა, ჯელტვენები. შეიძლება ახლა ჩემ თავს არ ვიხასიათებ მე, მაგრამ რაც ჩამოვთვალე ის ჩემ თავში შედის. შრომა საერთოდ არ გვეზარება. ანუ ქალაქში ახლა იცი რა შრომობენ, ოღონდ სამსახურია. ახლა სად კარტოფლის ამოღება და სათივი შემოტანა და სათამჯეში კაბინეტი და ეგეთები. მე ეგეთი გადაწყვეტილება მივიღე, როცა მე ჩემი საქმე დავიწყე. ჩემი საქმე, ჩემს სწავლას ხელს არაფერში არ შეუსვლის. თავის
თავისუფალი დრო ცოტა აქვს. გაკვეთილების დასრულების შემდეგ, ვიდრე საშინაო დავალებას არ მოამზადებს, სამუშაოდ არასდროს მიდის. იცის, რომ კარგად უნდა ისწავლოს. ესეთი ლექსი რომ არის, მინდა სწავლის რომ დავითის ცნებასაო. ეგ არის ანუ სწავლაზე. თუ ისწავლი, დაგიფასდება. არ მოწონს, როცა სამუშაოს საძებნელად მთიდან ბარში მიდიან. ფიქრობს, რომ თუ ყველა წავიდა, სოფელი დაიცლება. მოკლედ, ქალაქში ძირითადად სამსახურის გამომიდიან, იმიტომ რომ ოჯახი არ ჩინონ. ფული შემოუვიდეთ ოჯახში. მაგრამ მე ეს არ მჭირდება, იმიტომ რომ ჩემი ბიზნესი მაქვს წამოწყებული. ხო და ჩემ ბიზნესს ვაგრძელებ. დიდი როცა გავიზნები, ახლა ამას ვერ გავყვები. აქ სამსახურია, ბევრი. დაცვად, ექთანი, ასევე არის სასაზღვრო პოლიცია. ასევე არის მასწავლებლობა თუ გინდა. მე პირადად დაცვის პოლიცია უფრო მისჩენია. იმიტომ რომ მე რაც ძველი ნაშთი მაქვს და ძველი რაღაც აღმოჩენილი, იმის შენახვა და პატრონობა რო შემეძლოს. აი იმიტომ მინდა აქ დარჩენა. მე აქედან არცად წასვლას არ ვაპირებ.